მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და დღეს პოლიტიკის შესახებ ვისაუბრებ. იმდენად მაწუხებს ის, რაც საქართველოს განათლების სისტემაში ხდება, რომ ძალიან გამიჭირდება დღეს სხვა რამეზე გელაპარაკოთ. ჩემ პრობლემა ის არის, რომ იმ ცვლილებებს, რომლებიც დაგეგმილია და ნაწილობრივ უკვე ხორციელდება, ძალიან კვალიფიციური სპეციალისტები უკვე რამდენი დღეა განსჯიან, არჩევენ და ეხლა ჩემთვის ძალიან ძნელი არის, რომ რაიმე ახალი გითხრათ ამის შესახებ. თუმცა იმით დავიწყებ, რომ ამას, რასაც ხელისუფლება ხა განათლების სისტემაში აკეთებს, დაარქვეს რეფორმა და შინაარსიდან გამომდინარე ადამიანებმა დაიწყეს ფიქრი იმის შესახებ, რომ აი რა შეიძლება იყოს ამ ცვლილებების რეალური მიზანი. თვითონ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ რეფორმა დაზოგავს ფულს და გარდა ამისა გამოთავისუფლდება შენობები, რომლებიც გაიყიდება. ადამიანებმა იფიქრეს, რომ რა კი რეფორმა დაზოგავს ერთი მხრივ ფულს და მეორე მხრივ ფულს მოიტანს, ესე იგი ამ დაგეგმილი ცვლილებების მიზანით სწორედ ეს ყოფილაო. თუმცა ყველა ესე არ ფიქრობს, ბევრი ფიქრობს, რომ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა არის ამ ცვლილებების მიზანი, ზოგი უფრო შორს მიდის და ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უნდა რაც ცოტა განათლებული ახალგაზრდა გყავდეს და აი ამიტომ შემოაქვს ეს ცვლილებები. ყველა ეჭვს აქვს თავისი საფუძველი და თავისი არგუმენტაცია. მე კი იმას ვიტყვი, რომ სიტყვა რეფორმა ნიშნავს, რა თქმა უნდა, რაღაცის ცვლილებას, გარდაქმნას, ოღონდ საფუძვლის შეუცვლელად. თუ რაიმე ძირფესვიანად იცვლება, ეს არ არის რეფორმა. ეს შეიძლება იყოს ძველის დაანგრევა და ნიადაგის მომზადება რაღაც ახლის, რაღაც ხვის ასაშენებლად. ის, რაც განათლების სისტემაში ხდება, ჩემი აზრით, ნამდვილად არ არის რეფორმა. თორე განათლების სისტემის რეფორმა როგორ არ იყოს საჭირო. 4 წლის წინ ინტერვიუსთვის მოვიწვიე რამაზ ხომერიკი, ფიზიკოსი, რომელიც მაშინ იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. და უაღრესად დამაფიქრებელი აღმოჩნდა ბატონი რამაზის გამოცდილება და ხედვა აი განათლების სისტემასთან დაკავშირებით. მისი აზრით პრობლემა იწყება სკოლიდან და არა უმაღლესი განათლებიდან, თუმცა მანვე თქვა, რომ აი ამ სკოლასო ვერაფერ ვერ მოუხერხეთო. ეს ეხლა კი არაო, ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სულ პრობლემა არისო. ბატონი რამაზის პროგნოზიც იყო ძალიან სავალალო, ციტატას წაგიკითხავთ, მივგორავთ დახრილ სიბრტყეზე და ფსკერი არ არსებობს. ამას ფსკერი არ ექნება, სულ ქვევით და ქვევით ვიგორებთ. ციტატის დასასრული. განათლების სფეროში ჩვენი მდგომარეობა და შედეგები, რა თქმა უნდა, ითხოვდა ცვლილებებს, ითხოვდა რეფორმას და ეს ყველა ოჯახმა იცის საკუთარ მაგალითზე და საკუთარი გამოცდილებით, მაგრამ რა იყო გასაკეთებელი და სინამდვილეში რა კეთდება? აი ესე დგას ახლა საკითხი. ამის დანახვაში რა იყო გასაკეთებელი? მე ძალიან დამეხმარა რამაზ ხომერიკთან ეს ვრცელი და გულწრფელი ინტერვიუ და მინდა ეხლა ერთი ნაწყვეტი კიდე წაგიკითხოთ ამ ინტერვიუდან. არ გაგაოცებთ ის, რასაც ბატონი რამაზი ამბობს, იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანა და ფაქტობრივად მენაკლებად ყველა მიცის ამ ქვეყანაში რაც ხდება. აი ციტატა მის ინტერვიუდან. ვზრდით მეცნიერს, მაგრამ ის აუცილებლად უცხოეთში მიდის. კარიერულ ზრდაზე თუ ფიქრობს, აუცილებლად უცხოეთში უნდა წავიდეს. იქიდან დაბრუნებული კი არავინ მინახავს. მეცნიერება არის ახალი ცოდნის შექმნა, მაგრამ ახალი ცოდნა ვიღაცას ხომ უნდა სჭირდებოდეს. როგორც წესი, ინდუსტრია სჭირდება ხოლმე და ფულსაც ინდუსტრია დებს მეცნიერებაში. სადაც არ არის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, იქ მეცნიერებაზე მოთხოვნა არ არსებობს, მაგალითად საქართველოში. ციტატის დასასრული. ესე იგი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო დარგებში საქართველოში თუ მეცნიერი გაიზრდება, ის სწავლა უცხოეთში და იქ იცხოვრებს და იქ იპოვის სამსახურს. მაგრამ რატომ საქართველოში რატომ ვერ საქმდება ესეთი ადამიანი? იმიტომ რომ ჩვენთან არ არსებობს მართლაც ეს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია, რომელიც სწორად ორგანიზებულ ყველა ქვეყანაში
როგორც წესი აფინანსებს მეცნიერებას და რა თქმა უნდა ყველაზე ნიჭიერი და გასწავლული ახალგაზრდები უცხოეთში რომ წავლენ და უკან აღარ დაბრუნდებიან ეს პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის მაგრამ ზიანის შესამცირებლად რა არის საჭირო ძალიან ადვილი არის ამ კითხვაზე პასუხი რა თქმა უნდა საქართველოს უნდა ცდილობდეს რომ აქ შექმნას მუშაობის შრომის ცხოვრების საუკეთესო პირობები რა თქმა უნდა ყველასთვის და მით უმეტეს ყველაზე ნიჭიერებისთვის მაგრამ რა არის დაგეგმილი იმ ღონისძიებებით რომელსაც რეფორმას უწოდებენ დაგეგმილი არის განათლების სისტემის იმგვარად აწყობა რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად გაურთულდეთ უცხოეთის უნივერსიტეტებში სწავლა და იქ ხარისხიანი განათლების მიღება ხომ იყო პრობლემა რომ მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ ხო და ვეღარ წავლენ და ასე გადაიჭრება პრობლემა ხა გეტყვით რატო ვეღარ წავლენ ეს უნდა ვიცოდეთ რომ რაც მეტად ახლოს არის საქართველოს ევროკავშირთან მით უფრო იაფი და ადვილია ქართველი სტუდენტისთვის თქვათ იქ საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება და რაც მეტი ნაბიჯით უახლოვდებით ევროკავშირს მით ნაკლები ბარიერი ხვდება ჩვენს ახალგაზრდებს უმაღლესი ხარისხის განათლების მისაღებად დღეს ევროპის უნივერსიტეტების ყველა კარი ბოლომდე ღია არ არის ქართველი ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ისიც არ არის, რომ ქართველები ვერ მიდიოდნენ ევროპაში და იქ ვერ სწავლობდნენ. რა თქმა უნდა, ვიცით ყველამ, რომ ბევრი ახალგაზრდა მიდის და ევროპაში აგრძელებს სწავლას. რატომ არის ეს შესაძლებელი? იმიტომ რომ 2005 წლიდან ჩართულები ვართ იმ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი და ევროპის ეს აკადემიური სივრცე არის ერთმანეთთან თავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ატესტატი და ქართული დიპლომი არის მისაღები ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის შესაძლებელი იმ მექანიზმის წყალობით, რომელსაც ეწოდება ბოლონიის პროცესი და რომელშიც 40-მდე ევროპული ქვეყანა არის გაერთიანებული. ჩემი აზრით, მთავარი რაც დაგეგმილი რეფორმის გატარების შემდეგ მოხდება, სწორედ ის იქნება, რომ ჩვენ ავწდებით ბოლონიის პროცესის პრინციპებს და წესებს და ეს იქნება ის, რის გამოც ქართველ ახალგაზრდებს და მათ უმრავლესობას უბრალოდ ჩაეკეტება ეს ევროპის უნივერსიტეტების გზა და კარი. იმაზე მსჯელობას აღარ დავიწყებ ახლა რა თქმა უნდა, რა გვემუქრება ჩვენ როგორც სახელმწიფოს, თუ ესე ჩვენი ხელით მოვკლავთ მეცნიერების განვითარების პერსპექტივას. ამიტომ მგონია, რომ ის, რასაც თავზე გვახვევენ როგორც რეფორმას, სინამდვილეში რაღაცის გარდაქმნის, გაკეთილშობილების მიზნით კი არ კეთდება. არამედ სწორედ იმიტომ, რომ დავანგრიოთ ის, რაც იყო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, გულისხმობ, რა თქმა უნდა, ქართული და ევროპული აკადემიური სივრცეების ერთმანეთთან თავსებადობას. აქვე ვიტყვი, რომ რუსეთი 2003 წლიდან, ის კი 2 წლით უფრო ადრე ვიდრე ჩვენ, შეუერთდა ბოლონიის პროცესს, თუმცა შემდეგ ჩაატარა განათლების რეფორმა და 2022 წლიდან დაიწყო ევროპის საგანმანათლებლო სივრციდან გამოსვლა. ზუსტად ამ წელს 2022 წელს რუსეთის მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა საჯაროდ განმარტა, ციტატას წაგიკითხავთ, ბოლონიის სისტემას უნდა შევხედოთ როგორც გავლილ ეტაპს. მომავალი ეკუთვნის ჩვენს უნიკალურ საგანმანათლებლო სისტემას, რომლის საფუძველში უნდა იდოს ეროვნული ეკონომიკის ინტერესები. ციტატის დასასრული. 2026 წლის 1 სექტემბრიდან და მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან რუსეთში დაგეგმილია ბოლონიის სისტემით გათვალისწინებული ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აი ორი საფეხურის მოშლა გაუქმება და საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული 5-წლიანი უმაღლესი განათლების საფეხურზე დაბრუნება. მანამდე 2018 წელს, ესეც მინდა რომ ვთქვა აუცილებლად, რუსეთის განათლების ზედამხედველობის სამსახურმა ლიცენზია ჩამოართვა სანქტ-პეტერბურგის ევროპის უნივერსიტეტს და აკრედიტაცია გაუქმა სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების მოსკოვის უმაღლესი სკოლის პროგრამებს. აი ამ მეორე უნივერსიტეტს მთელ მსოფლიოში შანინკას სახელით იცნობენ, იმიტომ რომ მისი დამფუძნებელი არის მთელ მსოფლიოში ასევე ცნობილი სოციოლოგი და მკვლევარი თეოდორ შანინი. რუსეთის ორი საუკეთესო კერძო უნივერსიტეტის შევიწროება
თავიდანვე 2018 წელსვე აღქმული და შეფასებული იყო როგორც ქვეყნის საუკეთესო საგანმანათლებლო კერებთან, უმაღლესი ხარისხის ცოდნასთან ღია ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან. ცნობილი რუსი სოციოლოგი, უცხოეთის აგენტად გამოცხადებული გრიგორი იუდინი ერთ-ერთ თავის საჯარო გამოსვლაში ასეთ რამეს ამბობდა, რომ რუსეთში ორი ტიპის უნივერსიტეტი არსებობს. ერთი ცდილობს, რომ კონკურენტუნარიანი იყოს საერთაშორისო ასპარეზზე და საკუთარ თავს საერთაშორისო აკადემიური სივრცის ნაწილად განიხილავს. მეორე ტიპის უნივერსიტეტს საერთოდ არ აქვს ამბიციური მიზნები და მას ხელისუფლება პროპაგანდის მწარმოებლად და პროპაგანდის რესურსად მიიჩნევსო. აი ის, რასაც გრიგორი იუდინი ამბობს რუსეთის უნივერსიტეტებზე, საქართველოს უნივერსიტეტებზეც ზუსტად ვრცელდება. ან გაქვს საერთაშორისო დონის ამბიციები და შესაბამისი შედეგები, ან ხელისუფლებას აქვს შენს მიმართ პროპაგანდისტული განზრახვები. რეფორმის შინაარსი აჩვენებს, რომ ხელისუფლება ჩვენს უნივერსიტეტებს ლოიალურ და არალოიალურ ორ სეგმენტად ყოფს და ზუსტად შესაბამისად ექცევა. და ამ არალოიალურ სეგმენტში მოექცა სწორედაც, რომ ყველაზე ამბიციური, ყველაზე კარგი შედეგების მქონე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რაც სრულებით არ არის გასაკვირი, მით უმეტეს თუ რუსეთში მიმდინარე პროცესს შევხედავთ. დღეს ჩვენთან ხშირად საუბრობენ რეფორმის პოლიტიკურ საფუძველზე. ბევრი ამბობს ეჭვა და ბევრს ეჭვიც აღარ ეპარება, სრულიად უეჭველად ჯერა, რომ ამ რეფორმის შემდეგ სისტემა პოლიტიკურად ერთგულ პროფესორებს დაიტოვებს და პოლიტიკურად არასანდოებს გარიყავს. მოდით, ასე მინდა დავსვათ დღეს კითხვა. მეცნიერს აქვს თუ არა უფლება, რომ ჰქონდეს საჯარო პოლიტიკური პოზიცია. ამ კითხვას რატომ ვსვამ? იმიტომ რომ არაერთხელ მოვისმინე, რომ უნივერსიტეტი უნდა იყოს გამიჯნული პოლიტიკისგან, ისე როგორც ადრე არაერთხელ ყველას მოგვისმენია, რომ თეატრი უნდა იყოს პოლიტიკისგან გამიჯნული, რომ ბიზნესი უნდა იყოს პოლიტიკისგან გამიჯნული და ასე შემდეგ. ალბათ ასე არავის არ წარმოგვიდგენია, რომ მეცნიერი არის უტყვია ადამიანი, რომელიც რაღაც საჭადრაკო პარტიას შორიდან აკვირდება და უბრალოდ უყურებს, რომელი მოთამაშე რა სვლას გააკეთებს და ესე გასუსული თვალს ადევნებს შორიდან ამ საჭადრაკო პარტიას. რა თქმა უნდა, ესე არ არის და ესე არავის არ წარმოგვიდგენია, მაგრამ თუ ესე არ არის, მაშინ როგორ არის? როგორ არის და ისე არის, რომ ადამიანს ყველა სხვა სულდგმულისგან გამოარჩევს ღირებულებების მიმართ დამოკიდებულება. ადამიანი ცნობს, აღიარებს ღირებულებებს, ირჩევს ამ ღირებულებებისგან ზოგიერთს, როგორც მისთვის საინტერესოს, მისთვის მნიშვნელოვანს და მე მთელი ცხოვრების განმავლობაში აი ამ ღირებულებებს ამკვიდრებს. და ამიტომ ალბათ ადვილად შევთანხმდებით, რომ ვერავინ ვერც ერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე ვერ მოთხოვს, რომ ის იყოს ღირებულებებისგან თავისუფალი. ეს არის უაზრობა, რასაკვირველია. მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ მეცნიერება და ღირებულებები არის გამიჯნული ერთმანეთისგან და გეტყვით ახლა რას გულისხმობ. რა თქმა უნდა, ღირებულებები თავის მხრივ აყალიბებს მეცნიერის ინტერესს, მეცნიერის კვლევის საგანს, მაგალითად თუ რომელიმე მეცნიერს აინტერესებს ვეფხისტყაოსნის კვლევა, შესაძლოა მას აინტერესებდეს მაგალითად ქართული იდენტობა, შესაძლოა აინტერესებდეს სიყვარულის და მეგობრობის გაგება, ან ცნობიერების ორიენტაცია, აი ამის ქართული გაგება, ქართული აღქმა, მაგრამ რა თქმა უნდა არიან სხვა მეცნიერები, რომლებიც ასევე იკვლევენ ვეფხისტყაოსანს, ასევე ქართულ იდენტობას შეიძლება იკვლევდნენ ვეფხისტყაოსნის მიხედვით, მაგრამ იმ სხვა მეცნიერებს შეიძლება სრულიად სხვა ღირებულებები ქონდეთ, სრულიად სხვა პოლიტიკური შეხედულებები ქონდეთ და იმ სივრცეში, იმ აკადემიურ სივრცეში, იმ განსჯის, რაციონალიზაციის სივრცეში, სადაც ეს მეცნიერები შეხვდებიან ერთმანეთს, გაუზიარებენ ერთმანეთს ლოგიკას, არგუმენტაციას,
იქ საერთოდ არ ექნება არავითარი მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს და ვინ რა ღირებულებებს აღიარებს როგორც უპირატეს თავის საკუთარი თავისთვის და ისინი ან დაეთანხმებიან ერთმანეთის არგუმენტებს ან არ დაეთანხმებიან მაგრამ ან დაეთანხმებიან კვლევის ლოგიკას ან არ დაეთანხმებიან მაგრამ ეს ყველაფერი რჩება რაციონალიზაციის სივრცეში მინდა ჯერ ჟურნალისტიკაზე გითხრათ ერთი ოქროს წესი ჟურნალისტიკის და შემდეგ იგივე წესი მინდა რომ გავავრცელოთ მეცნიერებაზე იმიტომ ბუნებრივად ვრცელდება აი რა არის ჟურნალისტიკის ოქროს წესი ჟურნალისტმა მაყურებელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააბნიოს და ყოველთვის უნდა გაუმიჯნოს სად არის ფაქტი და სად არის მისი თვალსაზრისი ხო ან სად იწყება ფაქტების მიხედვით თქვათ ანალიზი რაღაც სიტუაციის ყველაფერი დასაშვებია ჟურნალისტიკაში, მაგრამ არ არის დასაშვები ამ ყველაფრის ერთმანეთში არევა. ჟურნალისტის მოვალეობა არის, რომ მან თავის მაყურებელს ძალიან მკაფიოდ დაუხსნას, როდის ლაპარაკობს ფაქტზე და როდის ლაპარაკობს თავის პირად, თქვათ, ღირებულებებზე, ან თავის პირად შეხედულებებზე, თავის პირად მოსაზრებებზე. იგივეა, რა თქმა უნდა, მეცნიერებაში. იგივე ოქროს წესი არის და უნდა ძალიან მკაფიოდ გაიმიჯნოს ერთმანეთისგან, როდის ლაპარაკობს მეცნიერი აი ამ რაციონალური სივრცის შესახებ, როდის ლაპარაკობს არგუმენტებით თავის სამეცნიერო კვლევის შესახებ და როდის ლაპარაკობს თქვა თავის ღირებულებებზე, ან როდის იცავს თავის პოლიტიკურ პოზიციას. პოლიტიკა ვერ ჩაანაცვლებს მეცნიერებას. ეს არის უეჭველი. და ისინი არის ძალიან მკვეთრად ერთმანეთისგან გამიჯნული და ორივეს აქვს თავისი ადგილი. და თუ ვინმე ცდილობს, რომ ერთმანეთში აურდაურიოს მეცნიერება და პოლიტიკა, გინდეს იყოს აკადემიური სივრცის შიგნიდან, გინდა იყოს აკადემიური სივრცის გარედან, ესეთი მცდელობა არის ნამდვილი მავნებლობა. ახლა რეფორმას რასაც ეძახიან, ჩემი რწმენით მისი ყველაზე საშიში შედეგი სწორედ ეს შეიძლება იყოს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ერთმანეთში შეიძღვიბოს მეცნიერება და პოლიტიკა. რას ნიშნავს ეს, რომ ხელისუფლება შეეცდება სწორედ რომ აი ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები გადააქციოს პროპაგანდის მწარმოებლად და რესურსად. მაგრამ ეს როგორ გახდება შესაძლებელი? ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა და ეს გზა გადის იმაზე, რომ ესე იგი თვითონ სამეცნიერო პრინციპები და მეცნიერების ხარისხი უნდა შეილახოს აუცილებლად და ვერაფრით ვერ მოხდება ეს ამბავი, თუ არ იქნება ქართული მეცნიერება, ქართული აკადემიური სივრცე გამიჯნული ევროპული აკადემიური სივრცისგან და გამოდის, რომ არის აბსოლუტურად შეკრული წრე, ჯერ იქნება იზოლაცია, შემდეგ იქნება მეცნიერების ხარისხის დაგდება და ბოლოს იქნება პროპაგანდის ინსტრუმენტად მთელი ამ საგანმანათლებლო სივრცის და სამეცნიერო სივრცის გადაქცევა. ამ განზრახვას, რაც ახლა მე თქვენ გადმოგეცით, როგორც ჩემი მოსაზრება მათი განზრახვის შესახებ, ერთი ფაქტიც ადასტურებს, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვიდრდება აზრი, რომ განათლების სისტემა უნდა დავაბრუნოთ 90-იან წლებამდე არსებულ პრინციპებზე. რატო არის ეს 90-იან წლებამდე არსებული პრინციპები ასეთი ფორმულირებით მოტანილი? იმიტომ რომ 90-იან წლებამდე იყო საბჭოთა საქართველო და ფაქტობრივად ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენი განათლების სისტემა უნდა დავაბრუნოთ საბჭოთა განათლების პრინციპებზე. და რა იყო ეს საბჭოთა განათლების პრინციპები? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს იყო იზოლაცია გარე სამყაროსგან, შემდეგ იყო სახელმწიფოს მხრიდან კონტროლი და პროპაგანდის რესურსად მთელი სასკოლო და საუნივერსიტეტო სისტემის გამოყენება. სხვათა შორის ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა სახელმძღვანელოებს და სრულებით არ არის შემთხვევითი, რომ ახლა ირაკლი კობახიძემ იმის შესახებაც ილაპარაკა, რომ სახელმძღვანელო უნდა იყოს ერთი თითო საგანში, არ შეიძლება რომ იყოს მრავალი და იმ ერთს, რა თქმა უნდა, ბოლომდე გააკონტროლებს სახელმწიფო. ეს არ უთქვამს, მაგრამ ეს ცხადია იგულისხმება. ან შეიძლება თქვა კიდეც ზუსტად არ მახსოვს. ძალიან ძნელია, როდესაც
შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყნის განათლების სისტემა უნდა დაუბრუნდეს საბჭოთა პერიოდის განათლების პრინციპებს, მაგრამ კარგად თუ დაუკვირდებით, გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, იმიტომ რომ გამოდის, რომ განათლების რეფორმა სრულად ჯდება ხელისუფლების იმ კონცეფციაში, რომ საქართველოს დიდი მტერი არის ევროკავშირი და მას უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, უნდა გავემიჯნოთ და უნდა მთელი რესურსებით ერთიანად დავირაზმოთ ახლა ჩვენ ევროკავშირის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა დასავლეთისგან იზოლაციის გარეშე შეუძლებელი არის ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ქვეყანაში და ასე უსასრულოდ ავტორიტარული მართვა ქვეყნის და შესაბამისად, როცა ძალაუფლების შენარჩუნება არის მიზანი, ყველაფერი ქვეყანაში, რასაც ხელისუფლება გეგმავს, ემსახურება ამ მთავარ მიზანს და მათ შორის განათლების რეფორმაც სწორედ აი ამ მიზანს ემსახურება, რომ ევროპისგან იზოლაცია საგანმანათლებლო სისტემის ვაქციოთ, თქვათ, ავტორიტარული რეჟიმის გახანგრძლივების ერთ-ერთ ძირითად პირობად. დღეს აი ამ სამწუხარო დასკვნით დაგემშვიდობებით შევხვდებით შემდეგ სამშაბათს. დაგიტოვებთ ტრადიციულ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ესე იგი ზღარბის არხი და დამიტოვოთ თქვენი მოსაზრებები, გნებავთ კითხვები აქვე გადაცემის კომენტარების ველში. ეს თემა არის უაღრესად მწვავე და ჩემთვისაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენი მოსმენა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის სიამოვნებით გამოგეხმაურებით. ახლა კი გემშვიდობებით და დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ.